თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ანუ ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტთან ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს. პირველად რომ შევედი ამ დიდებულ ტაძარში, ის ძალიან ახალგაზრდა იყო, 40 წლისა, მე კი 16-ისა. უამრავი ტკბილი მოგონებითაა სავსე ჩემი გული. ამჯერად უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზთან ჩემს პირველ ურთიერთობაზე გიამბობთ. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან ჩემი სტუდენტობის პირველი კურსიდანვე მუდმივ კონტაქტში ვიყავი, რადგან დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის განყოფილების სტუდენტი გახდით 1958 წლიდან და უცხოურენოვანი სახელმძღვანელოებიც გვჭირდებოდა სწავლის პერიოდში, უცხოურენოვანი ჟურნალ-გაზეთებიც და უცხოურენოვანი ლიტერატურაც. ჩვენთვის საჭირო ყველა წიგნი იყო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წიგნ-ცაცავებში, რითაც სარგებლობდით სტუდენტები. თუ ჩვენთვის საჭირო წიგნი დიდი რაოდენობით იყო ბიბლიოთეკაში, სახლშიც ვატანდნენ, მაგრამ თუ თითოეულა იყო, მაშინ სტუდენტთა სამკითხველო დარბაზში მეცადინეობდით, რომელიც პირველი კორპუსის მესამე სართულზე მდებარეობდა. 1963 წელს ჩავაბარე ასპირანტურის გამოცდები. ხელმძღვანელად დამინიშნეს აკადემიკოსი გიორგი ახვლედიანი. რამდენიმე ჩემმა მეგობარმა მოსკოვში წასვლა გადაწყვიტა, რათა დისერტაციაზე მუშაობისათვის მოსკოვის ბიბლიოთეკებით ესარგებლად. მე არ დამჭირდა სხვაგან გამგზავრება, რადგან ბატონ გიორგი ახვლედიანს ჰქონდა უმდიდრესი ბიბლიოთეკა, წიგნებს თვითონ მირჩევდა და გარკვეული პერიოდით მრხოვნიდა. ერთხელ მის ბიბლიოთეკაში არ აღმოჩნდა ჩემთვის საჭირო ერთ-ერთი წიგნი და მითხრა, უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში წადი, იქ არის მახსოვსო. ბატონი გიორგით ესე ბიბლიოთეკის პირველი დირექტორი იყო ახალგაზრდობაში. მე ვუთხარი, მე იქ არ შემიშვებენ, იქ ალბათ მარტო დიდ მეცნიერებს აქვთ შესვლის უფლება თქო. მიპასუხა და წამახალისა, შენ ასპირანტი ხარ, დამწყები მეცნიერი და გაქვს უფლება სამეცნიერო დარბაზში იმუშაო. იმავე დღეს და ეს იყო 16 დეკემბერს 63 წლისა, მივაშურე სამეცნიერო სამკითხველო დარბაზს, რომელიც პირველი კორპუსის პირველ სართულზე მდებარეობდა. იმ დღიდან ეს დარბაზი იქცა ჩემთვის ძალიან საყვარელ ადგილად, სადაც ვხედავდი იმ დროის უდიდეს მეცნიერებს და იმ ადამიანს, რომელმაც საკუთარი შვილივით მიმიღო სამეცნიერო დარბაზში ჩემი შესვლის პირველ დღესვე. ეს დიდებული ადამიანი გახლდათ სამეცნიერო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზის გამგე ქალბატონი ქეთო, რომელიც ყველას უყვარდა და ყველასათვის დეიდა ქეთო იყო. მასთან ურთიერთობის პირველი დღე ჩემთვის ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მოგონებაა. ლამაზი და თბილი სახე ჰქონდა, მუდამ მომღიმარი იყო. ვიხსნიდა რომელი წიგნის მოსაძებნად რომელი კატალოგისთვის მიგვემართა. წინა დღით გადანახულ წიგნებს უმალ მოგვიძებნიდა და მოგვაწვდიდა. ზრუნველი მშობელივით გვეპყრობოდა და ძალიან გვეყვარდა. და უწყარია ჩემთვის ქალბატონ ქეთოსთან შეხვედრის პირველი დღე.